გამარჯობა, დღეს 18 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1942 წლის 18 ივნისს დაიბადა ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი პოლ მაკარტნი. ის იყო ცნობილი ბრიტანული ჯგუფის ბითლზების წევრი. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 18 გრემი. 1996 წლის 18 ივნისს დაიბადა ხორვატი ფეხბურთელი ალენ ჰალილოვიჩი. 1993 წლის 18 ივნისს დაიბადა ებრაელი მუსიკოსი, პროდიუსერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტი დენის ლოიდი. 1974 წლის 18 ივნისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა რომაში და ერთხელ მოახერხა იტალიის ჩემპიონატის მოგება. 1973 წლის 18 ივნისს დაიბადა ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ჟული დეპარდიე. ის არის ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს ქალიშვილი. მას მოპოვებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის სეზარი. 1989 წლის 18 ივნისს დაიბადა გაბონელი ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის მილანი, მონაკო, დორტმუნდის ბორუსია, არსენალი, ბარსელონა და ჩელსი. 1982 წლის 18 ივნისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი მარკო ბორიელო. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა მილანში, რომასა და იუვენტუსში. 1989 წლის 18 ივნისს დაიბადა ქართველი მომღერალი ოთო ნემსაძე. 2019 წლის ევროვიზიაზე ის მონაწილეობდა საქართველოს სახელით. ოთო ნემსაძე არის ჯეოსტარის მეხუთე სეზონის გამარჯვებული. 2001 წლის 18 ივნისს დაიბადა ქართველი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე. ის არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო მასტერსის ოქროს მედალოსანი და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. 1951 წლის 18 ივნისს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი. ის არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის დინამოს შემადგენლობაში. 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. და კომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.